დაპირისპირება ბუნებრივია პარლამენტიდან დაიწყო, როდესაც გიორგი გახარიას პარტიამ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელი არის გაუქმდეს ბოლო წლებში მიღებული ყველა ის რეპრესიული კანონი, რომელიც ქვეყანაში შეკრებას და მანიფესტაციის თავისუფლებას ზღუდავს. ამის შემდეგ ბუნებრივი არის გიორგი გახარიას კონკრეტულად გაუხსენეს 20 ივნისი და გაუხსენებს აქციების დარბევა. თუმცა ყველაზე მთავარი კითხვა, რომელსაც უკვე წლებია პასუხი არც ერთი მხრიდან არ გასცემია, ეს არის ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყუების გამოყენების 20 ივნისს და ახლა როდესაც ექს-პრემიერი საქართველოში უკვე აღარ იმყოფება, საინტერესო არის ახლა აპირებს თუ არა გიორგი გახარია რაიმე კითხვას ამ მიმართულებით უპასუხოს და დაასახელოს კონკრეტულად სახელი და გვარი, ვინ გასცა რეზინის ტყუების გაცემის ბრძანება. ვინაიდან სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მინიშნებები გააკეთა ანა ბუჩუკურმა, მან პირდაპირ თქვა, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც საზოგადოება გაიგებს ამ ყველაფერს. ექს-პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ რეზინის ტყუების გაცემის ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუწია და თუ კი ქართულ ოცნებას დასამალი არაფერი აქვს, მაშინ გრიფის საიდუმლო უნდა მოეხსნას რაციის ჩანაწერებს და ქართულმა ოცნებამ უნდა გამოაქვეყნოს რაციის ჩანაწერები, საიდანაც საზოგადოება ასევე ბევრს გაიგებს. დებატები განსაკუთრებით მას შემდეგ გაიხსნა, რაც საკითხს უპასუხა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, რომელმაც გიორგი გახარიას გაუხსენა 20 ივნისი და გაუხსენა აქციის დაშლასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება 20 ივნისს სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე დაწერა, რომ რეზინის ტყუების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუწია წერტილი და ამიტომ კიდევ უფრო მზაბდება შეკითხვა, ვინ გასცა ბრძანება და საერთოდაც რაციის ჩანაწერებს რატომ ადევს გრიფით საიდუმლო, რას მალავენ, გაასაჯაროან, არაფერი დასამალი ჩვენ არ გვაქვს. ვინმე პატარა კაცებს და პატარა კაცმაცუნებს თუ გონიათ, რომ გავილოვის მასპინძელ კობახიძეს ან ბრძანების გამცემს გადაეფარებიან და დამალავენ, ძალიან ცდებიან, იმიტომ რომ ამის დრო აუცილებლად მოვა. დღის განმავლობაში ქართული ოცნება, ასევე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები საუბრობენ 20 ივნისთან დაკავშირებით, საუბრობენ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სადაც არაფერი არ წერია იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს რეზინის ტყუების გამოყენებასთან დაკავშირებით და ვერც ქართული ოცნების წევრები ვერ ადებენ ხელს გიორგი გახარიას, ამიტომაც ახლა საინტერესო არის იქნება თუ არა დაკონკრეტება ამ მიმართულებით. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა გიორგი გახარიას პარტიის ბრიფინგს, რომელიც დღეს პარლამენტში გაიმართა და ძამაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ პოლიტიკური სპეკულაცია არის ამ კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით საუბარი გიორგი გახარიას პარტიისგან, ვინაიდან ამ პარტიის წარმომადგენლებს მისი თქმით არ აქვთ მორალური უფლება აქციებზე და შეკრებების თავისუფლებაზე ისაუბრონ. გაჟღერებული ინიციატივა გახარიას გუნდის მხრიდან არის ნამდვილად ალოგიკური, არარაციონალური და ღიმილის მომგვრელიც, რადგან ინიციატორები არიან ამ გუნდის წარმომადგენლები. საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოში დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი პარლამენტზე შტურმს და ესეთ დროს სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება თავი დაიცვას, თუმცა იმის გამო, რომ მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა ამ აქციის შეწყვეტის ოპერაციას, ისე დაიგეგმა ეს ოპერაცია, რომ სახელმწიფოს დაუდგინდა დარღვევა და მრავალი დაზარალებული მივიღეთ და სახელმწიფოს მოუწია დღეს უკვე ევროპული სასამართლოს წინაშე ამ დარღვევების გამოსწორებაზე უწევს ზრუნვა. ის კანონმდებლობა, რომელზეც უჩითებს გახარიას გუნდი, ამ შემთხვევაში არც ერთი მათგანი არ არის ან გასაჩივრებული ევროპულ სასამართლოში, ან ყოველ შემთხვევაში სახელმწიფომდე მოსული არ არის ეს საჩივრები. შესაბამისად, ამ ფონზე, როდესაც ევროპულ სასამართლოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ფაქტებზე და სამართალზე დაყრდნობით არ შეუფასებია, არის რა თქმა უნდა პოლიტიკური სპეკულაცია. საინტერესო არის, ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყუების გამოყენების 20 ივნისს. საკითხი აქტუალური დღეს კიდევ ერთხელ გახდა გიორგი გახარიას პარტიის წევრების მიერ დღეს გამართული ბრიფინგის შემდეგ. დიდი ხანი არის გიორგი გახარია დუმილის რეჟიმში არის და საინტერესო არის ამ მიმართულებით, რა აქვს ახალი სათქმელი ექს-პრემიერს და ახლა, როდესაც ის საქართველოში აღარ იმყოფება, საინტერესო არის ახლა მაინც დაასახელებს თუ არა გიორგი გახარია, ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს.